რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციები უკვე 2 თვეზე მეტია ყოველდღიურად მიმდინარეობს. უკვე 86 დღეა მომიტინგეები ხელახალი არჩევნების ჩატარებას და აქციებზე დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას ითხოვენ. მასშტაბური აქციები ქვეყანაში მთავრობის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს. დღეს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სხდომა გაიმართა. ვენაში მიმდინარე შეხვედრაზე საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა ამერიკელმა კონგრესმენმა ჯო ვილსონმა. მისი თქმით, შემაშფოთებელია ოქტომბერში ჩატარებული არჩევნები, რომელიც გაყალბდა. მან მოუწოდა კოლეგებს, რომ მოითხოვონ ახალი არჩევნები და უარი თქვან ქართულ ოცნებასთან რეგულარულ ურთიერთობაზე, სანამ ისინი არ შეასრულებენ მოთხოვნებს. კონგრესმენის განცხადებას შეფასებები მოჰყვა პოლიტიკურ სპექტრში. ერთი გამოსვლელი, რომელმაც საქართველოს საკითხი ახსენა, ეს არის ჩვენთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი თუ ავად ახსენებელი ჯო ვილსონი, რომელიც ყველამ კარგად იცის, რომ დღეში რამდენიმე ტვიტს წერს საქართველოს შესახებ, ისე რომ საერთოდ საქართველოს შესახებ მას საერთოდ დიდი ინფორმაცია არც არასდროს ჰქონდა და არც ახლა აქვს. და გასაგებია, საიდან მოდის ეს ყველაფერი, ეს არის ლობიზმის შედეგი და ჩვენ ძალიან მალე ვნახავთ ალბათ ფარაზე გამოქვეყნებულ მის სახელს და გვარს. იცით რომ ამას ცოტა რამდენიმე თვე ჭირდება ხოლმე, რომ შემდეგ ეს ანგარიში გამოქვეყნეს. ამიტომ მე ამას დიდ ყურადღებას არ მივაქცევდი, იმიტომ რომ ის იყო ერთადერთი გამომცვლელი, რომელმაც საქართველოზე ილაპარაკა და ილაპარაკა ის, რასაც ტვიტებში წერს. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ბოლოდროინდელი განცხადებები კვლავ განხილვის მთავარი თემაა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. აქცენტი კეთდება უკრაინაში ომის თავიდან აცილების შესაძლებლობაზე. აქ სრული უფლება მოითხოვოს პასუხი ამასთან დაკავშირებით, თავის დამოკიდებულება გამოხატოს ზელენსკის მიმართ, მაგრამ ჩვენი ინტერესი რა არის? ეს არის მთავარი. ჩვენი ინტერესი არის ომის შეწყვეტა და მსოფლიოს გადაწყობა სამშვიდობო პროცესებზე. წინააღმდეგ შემთხვევაში არა მარტო საქართველოს კაცობრიობას ემუქრება სიკვდილი და გრევა. აქედან გამომდინარეობს ჩვენი დამოკიდებულება. თუ უნდა თვინმეს რომ ჩამოგვიყვანონ მხოლოდ იმის შეფასებაზე, ვინ ვიზე რა თქვა, რასაკვირველია, ეს არ გამოხატავს იმ გრანდიოზულ პროცესებს, რომელიც დღეს მსოფლიოში მიმდინარეობს. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის აუცილებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის პერიოდში 3 წელიწადნახევრის განმავლობაში მოსკოვთან რეგულარული კონტაქტი არ ყოფილა. ცივი ომის პერიოდშიც კი მის ყველაზე მძიმე დღეებში შეერთებულ შტატებსა და საბჭოთა კავშირს ჰქონდათ კომუნიკაცია, აღნიშნა რუბიომ. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ვლადიმერ პუტინის მოქმედებების უმეტესობას არ ეთანხმება, კომუნიკაციის არ ქონა სახელმწიფოებრივი მართვის თვალსაზრისით არარელევანტურია. საბოლოოდ ჩვენ უნდა შევძლოთ დიალოგი ქვეყანასთან, რომელსაც ზოგ შემთხვევაში მსოფლიოში ყველაზე დიდი ტაქტიკური ბირთვული არსენალი და მეორე თუ არა ყველაზე დიდი სტრატეგიული ბირთვული არსენალი აქვს. მოგწონს თუ არა, რუსეთი არის ძალა, გლობალური ძალა. ისინი ჩართულები არიან სირიაში, ახლო აღმოსავლეთში, დასავლეთ ნახევარსფეროშიც კი და რა თქმა უნდა ევროპაში. ჩვენ უნდა გქონდეს მათთან კომუნიკაცია, აღნიშნა სახელმწიფო მდივანმა. რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დასასრული ახლოსაა, განაცხადა ჯეიდი ვენსმა კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე გამოსვლისას. მან ხაზი გაუსვა ტრამპის ადმინისტრაციის მიერ გაწეულ სამუშაოს. მიგრაციაზე საუბრისას ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეს საკითხი დიდი საფრთხეა როგორც ევროპისთვის, ასევე ამერიკისთვის. ჯეიდი ვენსმა ასევე აქცენტი გააკეთა გერმანიასთან ურთიერთობებსა და ევროპაში სიტყვის გამოხატვის თავისუფლებაზე. მისი თქმით, ამერიკელი გადამხდელების ხარჯზე ხდება გერმანიის თავდაცვის დაფინანსება. კონფერენციის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკის მოუწოდა მადლიერება გამოხატოს ამერიკის შეერთებული შტატების დახმარებისთვის კრიტიკის ნაცვლად, რომელიც პრეზიდენტ ტრამპის მისამართით გამოთქვა.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამჯერად ილონ მასკის კრიტიკის ობიექტი გახდა. ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მილიარდერი ილონ მასკი სოციალურ ქსელში წერს და აზიარებს სტატიას უკრაინის პრეზიდენტის რეიტინგის შესახებ. ზელენსკი უკრაინელ ხალხს რომ ნამდვილად უყვარდეს, ის ჩაატარებდა არჩევნებს. მან იცის, რომ სრული კრახით დამარცხდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ აკონტროლებს უკრაინის ყველა მედია საშუალებას. ამიტომ გააუქმა არჩევნები, წერს მასკი. მასკის თქმით, მისი აზრით რეალურად ზელენსკი ზულს უკრაინელ ხალხს, რის გამოც ზელენსკი უარს ამბობს არჩევნების ჩატარებაზე. ილონ მასკის მიერ გაზიარებულ სტატიაში აღნიშნულია, რომ გამოკითხვა, რომლის მიხედვითაც ზელენსკის მხარდაჭერა 57% შეადგენს, ჩაატარა კიევის საერთაშორისო სოციოლოგიის ინსტიტუტმა, რომელსაც USAID აფინანსებს. სტატიის ავტორის მტკიცებით, ამ ინსტიტუტს ხელმძღვანელობს ძალიან პატრიოტი უკრაინელი ანტონ ხრუშეცკი, რაც ეჭქვეშ აყენებს გამოკითხვის სანდოობას. სტატიის მიხედვით, ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვის სამსახურები ვარაუდობენ, რომ ზელენსკის რეალური მხარდაჭერა დაახლოებით 4%-ია. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ამერიკის წარმომადგენელთან კითხელობთან შეხვედრა ნაყოფიერი იყო და მნიშვნელოვან დეტალებზე კარგი დისკუსია შედგა. მადლიერი ვარ შეერთებული შტატების მხრიდან უკრაინისა და უკრაინელი ხალხისთვის გაწეული დახმარებისა და ორპარტიული მხარდაჭერისთვის. ჩვენთვის და მთელი თავისუფალი სამყაროსთვის მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის ძალა იგრძნობოდეს, წერს ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში. მისი ინფორმაციით, მხარეებმა შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს საბრძოლო მდგომარეობა და უსაფრთხოების გარანტიების საკითხი. ზელენსკის თქმით, უკრაინა მზადაა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან ძლიერი და ეფექტიანი საინვესტიციო და უსაფრთხოების შეთანხმების დასადებად. როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, მან ამერიკის დელეგაციას შედეგების მიღწევის ყველაზე სწრაფი და კონსტრუქციული გზა შესთავაზა და უკრაინული გუნდი მზადაა 24 საათიან რეჟიმში იმუშაოს. პროფესორ ჯეფრი საქსის თქმით, ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინის ნატოში გაწევრიანებას არასოდეს გეგმავდა, თუმცა ამას არასაჯაროებდა. ბრიუსელში ევროპარლამენტში გამართულ ღონისძიებაზე სახელწოდებით მშვიდობის გეოპოლიტიკა ჯეფრი საქსმა გაიხსენა 2021 წლის დეკემბერში მისი სატელეფონო საუბარი თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველთან ჯეიკ სალივანთან. მან საქსს ურჩია, რომ თუკი საჯაროდ განაცხადებდნენ, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი აღმოსავლეთით, კერძოდ კი უკრაინის მიმართულებით არ გაფართოვდებოდა, რუსეთის ომს თავიდან აირიდებდნენ, თუმცა საქსი მაშინ დაარწმუნეს, რომ ომი არ იქნებოდა. დიდ თოვლობა გზებზე საქართველოს მასშტაბით უამინდობამ პრობლემები შექმნა. დიდ თოვლობის გამო მაღალმთიან რეგიონებში დაწესებულია მოძრაობის სპეციალური რეჟიმები. რეგიონის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში მობილიზებულია სპეცტექნიკა. იწმინდება ცენტრალური საავტომობილო გზები და მიმდინარეობს ტექნიკური მარილის დაყრა. ამ ეტაპისთვის სხვადასხვა რეგიონის მასშტაბით რამდენიმე სოფელს არ მიეწოდება ელექტროენერგია. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის მოსალოდნელ ცვლილებასთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს. 23-24 თებერვალს შავი ზღვის სანაპირო ზოლში მოსალოდნელია დრო გამოშვებით ძლიერი ქარი და 4-6 ბალიანი შტორმი, აცხადებენ სააგენტოში.